საშინაო სკოლის გაკვეთილებს წარმოგიდგენთ კომპანია Silknet. მოგესალმებით, ჩვენ დღეს მიმოვიხილავთ ნოდარ დუმბაძის მოთხრობა კორიდას, მაგრამ შესავლის სახით მინდა გითხრათ, რომ კორიდა ეს არის ესპანური სანახაობა, როდესაც მატადორი, იგივე ტორერო, რაც ქართულად ნიშნავს მეომარს, ჯერ ახელებს ხარს, შემდეგ დაშნას ჩასცემს ზურგში და ისე კლავს მას. და კორიდას ესწრება უამრავი ადამიანი და ისინი ძალიან დიდ სიამოვნებას იღებენ ამ სანახაობით. თავდაპირველად კორიდა იმართებოდა სწორკუთხა მოედნებზე, ხოლო მე-18 საუკუნიდან ის იმართება ოვალურ წრიულ მოედანზე და ადამიანები სიამოვნებით შეცგერიან ამ სანახაობას. უნდა გითხრათ ისიც, რომ დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე არსებულ ქართულ სოფლებშიც იმართება მსგავსი სახალხო სანახაობები, სახალხო დღესასწაულებზე იმართება და მას ძირძველი ქართველები, იქ მცხოვრები ქართველები ეძახიან კორას, რადგან მათი თქმით კორა არის ხარი. საინტერესო თანხვედრა ადათებისა ქართველებსა და ესპანელ ბასკებს შორის. ეხლა დავუბრუნდეთ ჩვენს მოთხრობას, რომელიც დაწერილი არის 1974 წელს და მას ძალიან უცნაური სიუჟეტი აქვს. კონკრეტულად ნაწარმოები იწყება პერსონაჟი დათოს მიერ მეგობრებისადმი მოთხრობილი ამბით. დათომ შექმნა პატარა თხზულება, რომელიც კორიდას თემას ეხება, მაგრამ და შემდეგ მეგობრებს ამბობს მას. ერთობ უცნაური დასაწყისი აქვს, როგორც აღვნიშნეთ. კონკრეტულად ესპანეთში, ქალაქ ვალენსიაში ჩასული ქართველი გზად შეხვდება ღვთისმშობელს. ღვთისმშობელი მას დაპატიჟებს, რომ ერთად წავიდნენ კორიდას სანახავად და ისინი მართლაც მიდიან. ერთი შეხედვით ძალიან უცნაური დამოკიდებულება ავტორისა ღვთისმშობლისადმი, იმიტომ რომ არაორდინალურ, არაშესაფერი სიტუაციაში ჩააყენა მან დედაქალწული. მაგრამ ალბათ ყველაფერს თავისი მნიშვნელობა აქვს ლიტერატურაში და ღვთისმშობელს ძალიან გაუხარდება, რომ სწორედ ქართველი შეხვდა მას, რადგანაც მისი აზრით, ალბათ ჩვენ ასე უნდა ვივარაუდოთ, რომ სწორედ ქართველი გაიგებს და ჩაწვდება იმ სისასტიკეს და შეძრწუნდება იმ სისასტიკით, რომელიც შეიძლება აქ ნახოს კორიდას მოედანზე. უნდა ითქვას ისიც, რომ ნაწარმოებში დათოს მიერ მოთხრობილ ამბავში დეტალურად არის აღწერილი კორიდას სცენა, როდესაც ტორერო, ანუ მეომარი დომინგინი თეთრ ხარს ებრძვის და მიუხედავად იმისა, რომ ეს არის სასტიკი სანახაობა, მაინც რაღაცნაირად მისტიკურად არის ეს ყველაფერი აღწერილი. მე წაგიკითხავთ თქვენ ამონარიც, როდესაც თეთრი ხარის ჩვენება სურს ავტორს. არენაზე უსპეტაკესი თეთრი ხარი შემოვარდა. მარტო სიზმარში მინახავს ასეთი ხარი, რქები დანისლული ქარვისფერი ჰქონდა, ძირს დახრილი და ოდნავ გამჭვირვალე. რაღაც სიზმრისეული ხილვაა თითქოს არენაზე შემოვარდნილი ხარი. ნამდვილად მძიმე სცენა არის აღწერილი, დეტალურად არის აღწერილი, როგორ ებრძვის ეს ტორერო ამ თეთრ ხარს და უნდა ითქვას ისიც, რომ როგორ ებრძვის ტორერო ამ თეთრ ხარს და უნდა ითქვას ისიც, რომ ეს სანახაობა რაღაცნაირად ადამიანის გრაციოზულობასაც, ანუ მის ნატიფ თვისებებს, დახვეწილ თვისებებსაც უსვამს ხაზს. კიდევ ერთ ამონარიც წაგიკითხავთ, რომელიც კარგი იქნება საილუსტრაციოდ იმისა, თუ როგორ ცდილობს ადამიანი ამ სისასტიკის ფონზე ბრბოს თავი მოაწონოს. ისევ გაგიჟდა ხარი, ისევ დაიწყო მოლეტის ფრიალი სიკვდილის სისხლიან ფრთასავით, ისევ დაიწყო გაუთავებელი კასკადი იერიშებისა, დემონსტრირება თვალის სისწრაფისა, მუხლის სიძლიერისა, სიმამაცისა, პლასტიკისა და სილამაზისა. ეს იყო მაღალი ხელოვნების ფეიერვერკი. დათოს მოთხრობას უცნაური ფინალი აქვს, მისი ნაწარმოების გმირი შეძრწუნებული ტოვებს კორიდას სანახაობას, რადგანაც მას ხარის დანახვაზე, აი ამ სისასტიკის დანახვაზე სწორედ ქართული ხარი ახსენდება. ქართული ხარი კიდე მამას ახსენებს და მამა ზოგადად სამშობლოს. ძალიან საინტერესო დაპირისპირებაა, ერთგვარი ძალიან საინტერესო პარალელია, რადგანაც ხარის თემა ქართველისთვის არ არის ჩვეულებრივი თემა, იგი ოდითგანვე გაკულტებული ყავდა ქართულ კაცს, ანუ გაიდეალებული ყავდა. წაგიკითხავთ ამონარიც დათოს ნაწარმოების ფინალისა. მის წინ ჩემი წითელი ხარი იდგა, ჩვენი მარჩენალი, ჩვენი დამყურებელი, ჩვენი დამსახლებელი, ქედ და მუხ დალოცვილი, დინჯა დაფახულებდა უზარმაზარ ჭკვიან თვალებს და მოთმინებით ელოდა ნასახლარზე, როგორ შეაბამდა მამა ჩემი ისევ უღელში და როგორ ჩააყენებდა ალაზნის ველზე სიცოცხლის გზასავით გაწყვეტილ კვალში. საინტერესოა სიცოცხლის გზასავით გაწყვეტილი კვალი, რას შეიძლება ნიშნავდეს? ეს შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ სავარაუდოდ
ნაწარმოების მთხრობელს მამა აღარ ყავს და ხარმა იგი სწორედ ხარმა მამა აღარ ყავს და ხარმა მას სწორედ მშობელი მოაგონა, მშობელმა კიდე სამშობლო მხარე. როგორც გითხარით, იგი შეძრწუნებული ტოვებს ესპანეთს. დიდი პოლემიკა გამოიწვია, ასე მთავრდება დათოს მოთხრობა. დიდი პოლემიკა გამოიწვია მის მსმენელებში ამ ნაწარმოებმა. მის მეგობრებს არ მოეწონათ, მაგრამ იყვნენ ისეთები, ვინც რაღაცა ობიექტურად განიხილეს ეს ნაწარმოები. კონკრეტულად იმის თქმა მსურს, რომ ჩვენი ნაწარმოების ამჯერად ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების მთხრობელი ამბობს ასეთ რაღაცას, რომ მე სრულიად შემეცვალა წარმოდგენა ესპანეთზეო. მისთვის ესპანეთი ბავშვობიდანვე იყო ანდალუზიური ღამეების, კარმენსიტების, დონ ხოსეების, დონ კიხოტებისა და სანჩო პანსების ქვეყანა და ქვეყნიერების მამის, სერვანტესის სამშობლო მხარე და ძალიან უყვარდა ესპანეთი, მაგრამ ამ სანახაობის და ამ ამბის მოსმენის შემდეგ მას აბსოლუტურად შეეცვალა წარმოდგენა ესპანეთზე. მეგობრებს შორის დაიწყო პოლემიკა. ისინი ამბობენ, რომ არათუ ესპანელი არის მხოლოდ სასტიკი ამ ცხოველისადმი, არამედ ქართველიც. მიუხედავად იმისა, რომ ქართველი არენაზე არ კლავს ხარს, მთელი ცხოვრება ექსპლუატაციას, ანუ მძიმე შრომაში ამყოფებს მას და ექსპლუატაციას უწევს. ისინი ამბობენ, 10 წლის მანძილზე მუხს და ქედს არ გაგამართვინებენ, მიწას გახვნევინებენ, გათესვინებენ, გალეწვინებენ, ქვასა და ღორღს გაზიდვინებენ, სახრის რტყმებით ზურგზე ტყავს აგაძრობენ, მერე დაბერებულს, დაჩაჩანაკებულს, ვენებდაბერილს, გაძველტყავებულს ყელში დანას გამოგისვამენ. ასეთია ზოგადად ქართველის დამოკიდებულება ხარის მიმართ. ისინი იხსენებენ კონკრეტულად ერთ-ერთი მათგანი ნანა იხსენებს, რომ შოთანიშნიანიძესაც აქვს მსგავსი ხასიათის ნაწარმოები, კონკრეტულად საუბარია მის ლექსზე ხარი, სადაც ავტორი ამბობს, რომ ქორწილი იქნება თუ ქელეხი, უჭირს თუ ულხინს ქართველს, ყოველთვის ცდილობს, რომ ამ ცხოველს გაიყვნოს და ის გამოიყენოს ჭირში და ლხინში. ქორწილი იყო ვაიმე მტკიო და გულის საღადრე, წამოგაქციეთ ნაჯაფი და ყელი გამოგაღადრეთ. ცხედარიც მიპატიოსნი აღაბ ქელეხის წესებით დავჯექდა ჩემს მარ ჩენელზე ტირილით წერე ლექსები. სწორედ ეს ამონარიდი გაიხსენა ნანამ. და ნაწარმოების კულმინაცია არის ის ფაქტი, როდესაც მთხრობელი გადის ქუჩაში და ვერის ბაზართან უცნაურ სანახაობას, ერთი შეხედვით ჩვეულებრივ, მაგრამ მისთვის უცნაურ სანახაობას წააწყდება კონკრეტულად როგორ ეზიდებიან საქონლის გაყინულ ხორცს მუშები ბაზრისაკენ. ეს კიდევ ერთხელ დარწმუნდა იმაში, თუ როგორი სასტიკია ადამიანი ამ ცხოველისადმი და ზოგადად სამყაროსადმი. და დარწმუნდა ასევე იმაშიც, რომ არა მხოლოდ თუ ესპანელი არის სასტიკი ხარის მიმართ, არამედ ქართველიც. და შეძრწუნებულია. საინტერესოა ასევე ის ფაქტიც, რომ ლიტერატურით მიღებული შთაბეჭდილება მას ყოფა ცხოვრებაშიც გაუგრძელდა და ლიტერატურით მიღებული შთაბეჭდილება ესპანეთზე ყოფა ცხოვრებამ გაუუფერულა, როგორც აღნიშნეთ. უნდა ითქვას ისიც, რომ ქართველისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ხარს. ჯერ კიდევ წარმართულ ხანაში ქართველთა მთავარი ღვთაების არმაზის წმინდა ცხოველად სწორედ ხარი ითვლებოდა, ხოლო შემდეგ ქრისტიანობამაც შეითვისა ეს სახე სიმბოლო. უნდა გითხრათ, რომ ქრისტეს სახარების ერთ-ერთი ავტორის ლუკას სახელის სიმბოლო სწორედ ხარია და მართლმადიდებლურ ტაძრებში ფრესკებზე სწორედ ხშირად ხარის სახით გამოსახავენ მახარებელს. და ცნობილმა ქართველმა გენიოსმა პოეტმა ვაჟა-ფშაველამ თავისი სეხნია წმინდანის ლუკას პატივსაცემად იგივე ლუკა რაზიკაშვილმა, იგივე ვაჟა-ფშაველამ სეხნია წმინდანის ლუკას პატივსაცემად სწორედ პოეტურ სახელად ხარი აირჩია. ცნობილ ლექს სიმღერაში ვაჟა ამბობს: ხარს ვგევარ ნაიალა ხარს რქით მიწას ავშხრეკ ბუბუნებ, ღმერთო სამშობლო მიცოცხლე მძინარეც ამას ვდუდუნებ. დაგვიანებულ პასუხში კი, რომელიც აკაკი წერეთელს მიუძღვნა ვაჟა-ფშაველამ, იგი ანუ გეშებს მგოსანს, ნუ შეგაშინებთ არ გავნებს მთიდან ყვირილი ხარისაო. აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ ხარის თემა, როგორც გითხარით, შოთანიშნიანიძის პოეზიაშიც ძალიან აქტუალურია. ეს ამ ნაწარმოებიდან ამონარიდი სწორედ ნოდარ დუმბაძის მოთხრობაშიც გვხვდება და შოთანიშნიანიძე უპირველესად ხარს ვალმოხდილობის სიმბოლოდ მიიჩნევს. ხარი არის პატრონისადმი უანგარო მსახურების და სამშობლოსადმი მსახურებისა და პატიოსნების სიმბოლო მისთვის. ჩემო ერთგულო წიქარავ, ჩემო უთქმელო ღვინია, უხსოვარ დროდან თქვენს პატრონს მიკვითინ მიღიღინიაო. და პოეტის ნატრაც არის სწორედ თვითონაც ისეთი ვალმოხდილი იყო სამშობლოს წინაშე, როგორიც არის ხარი. ნეტავი ღმერთო მეც მომცა ჯანი და მადა ხარისა, სიტყვა ხარივით გამწევი მამულის გასახარისად. ვიყო ხარივით ამტანი, ვიყო ხარივით მომთმენი, ჩემი პატარა ქვეყნისთვის მეც ვიყო ხარის ოდენი. საინტერესოა მართლაც შოთანიშნიანიძის დამოკიდებულება, ეს არის წმინდა ქართული დამოკიდებულება ამ მოვლენისადმი. და აღსანიშნავია ასევე პავლო იაშვილის ლექსი წითელი ხარი, რომელიც ოდნავ განსხვავებული არის ამ
თემატიკისაგან. კონკრეტულად პავლოიაშვილი აქ ეხება ცეცხლოვან ხარს, რომლის რქები რისხვით ჰაერში ნაპერწკლებსაც კი აჩენენ. გაგიჟდება ალით მხარე, ცისკენ მიქრის კვნესით ხარი, მიწარქებით მონათხარი, ნაკვერცხლებად ცვივა ჰაერს. აი ეს არის ამონარიდი პავლოიაშვილის ლექსიდან და ალბათ ეს ხარი მსგავსია იმისა, რომელიც კორიდაზე იბრძვის სიცოცხლისათვის. ხელოვნება და რელიგია ადამიანს თავაზობს იდეალებს, მაგრამ ყოფით ცხოვრებაში ეს იდეალები პატივცემული არ არის ისევ ადამიანის მიერ, მაგრამ ხელოვნების მოწოდება და მთავარი დანიშნულება სწორედ ის არის, რომ ამ იდეალების სიყვარული და ამ იდეალებისადმი პატივისცემის გზები ისევ დაასახვინოს ადამიანს. გმადლობთ ყურადღებისთვის.